მოგესალმებით მეგობრებო ყველას მე რა ხოდა დაგიბრუნდით ისევ სამკვირიანი პაუზის შემდეგ YouTube-ზე მეგობრებო დავბრუნდით და მე ვთქვი რომ ამ თამაშს აღარ გადავიღებდი მაგრამ არავიდა ლაიქებს და აღარ გადავიღებ მაგრამ ის არ მithქვია რომ საქართველოს ნაკრების თამაშები როცა იქნება მაშინ გადავიღებ საქართველოს ნაკრების თამაშს რა მოხდება სინამდვილეში ხო და ანუ დღეს არის 9 საათზე თამაში საქართველოს ნაკრების ვეჯიბრებით ესპანეთს და ჩვენ თამაშიდაც ვეჯიბრებით ესპანეთს ან გავარტყამთ თუ არა ანგარიშს ვნახოთ რა იქნება და რა მოხდება სინამდვილეში შემდეგ თამაში რა იქნება და რა მოხდება შემდეგ სინამდვილეში კარგით ამდენხნიანი პაუზის გამო დამაგდა 10 გამომწერი ხო და ვიაქტიუროთ აწინ და გამოვიწეროთ არხი და დამიწერეთ კიდევ რა თამაშები გადავიღო რაღაც თამაშების იდეა მაქვს მაგრამ არ ვიცი გადავიღო ხო მაგას მაგრამ კიდევ მითხარით თქვენ რა გადავიღო რა დამიწერეთ კომენტარებში კარგით ახლა მიქაუტაძე შემოვიყვანოთ კაკაბაძე დავითაშვილი შემოვიყვანოთ მოდი ართუნაშვილი ეცადე ხო კაკაბაძე ჩაკვეტაძე ითამაშებს კაი მაინც ვეთამაშოთ კიტეიშვილი აკვეკვესკერს ხო კაი წყობა ესენი ითამაშებენ კაი წავედით ვითამაშოთ ახლა მეგობრებო და გამოდიან მეგობრებო ფეხბურთელები იმედია სინამდვილეში მოვიგებთ და აქ თამაში მოვიგებთ ხო და ძალიან გვიჭირს რა ესპანეთთან თამაში მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ რაღაცნაირად კარგი იწყება თამაში გაათამაშა კვარაცხელიამ ბურთი თუ აქტუალი ლოჩოშვილი გრძელი პასი გააკეთა აქ ლობჟანიძე კარგი შეტევა კვარაცხელიაზე პასი მიქაუტაძე აქ არ გამოვიდა მიქაუტაძეს პასი და დავკარგეთ ბურთი მაგრამ არა უშავს ოპა ლოჩოშვილმა გააკეთა გრძელი პასი აქ ლობჟანიძე აქ ითხოვს კვარაცხელიას გადაწოდეს ბურთი აქ ჩაკვეტაძე დაარტყა კარში და აი ეს ხო და ბურთი ანუ არ გავიდა კარში აი აქ ჩახვეული დავარტყათ მოდი და აპარა მიქაუტაძემ გაიტანა კუთხური აპარა მიქაუტაძემ გაიტანა მეგობრებო როგორ გაიტანა კი არ ვიცი აუ რა მაგრად შეაგდო უკანა თავით პირდაპირ კარს ვერ ხედავდა ისე შეაგდო გადავები რა მაგრად შეაგდო რა ლამაზი გოლი გამოვიდა აქ წამოვიდა შეტევაში აქ დავითაშვილმა გადააწოდა ჩაკვეტაძემ გადააწოდა კვარაცხელიას მაგრამ კვარაცხელიამ წესერად ვერ მიიღო მაგრამ გამოსწორა თავის შეცდომა დაარტყა და ხარიხა ხო ძალიან კარგად ვთამაშობთ ხეხა და იმედია საქართველოს ნაკრები ასე ითამაშებს დღეს 9 საათზე ლობჟანიძე სრომოძრაობა დავითაშვილს არ მიუვიდა პასი და საბოლოოდ აუტზე გადავიდა ჩვენ სასარგებლოდ კაი აუ აქ რა ცუდად გაათამაშეს ქართველებმა რა ცუდად გავათამაშეთ
და აქ გრძელი პასი და ჯარიმა საბოლოო ჯამში მიქაუტაძე წააქციეს და ხო ჯარიმა რომელსაც დიდი ალბათობით გაიტანს კვარაცხელია ჩახვეულს დაარტყამს და გოლ ჯარიმა გაიტანა კვარაცხელიამ აბა რა ძალიან სახიფათო ჯარიმა იყო და ძალიან ადვილი დასარტყმელი ჯარიმა იყო ნახეთ როგორ დაარტყმა ჩახვეული არა მეკარე ვერ აიღებდა ამას ორთმა მოუხვია თავისით უყურეთ სად გაძვრა ჩე მეკარე შანსი არ ქონდა ბურთის აღების ახლა ოჩორაშვილი კვარაცხელიას წაართვეს ბურთი ავაკ რა ჭერთ ქართულ ბურთელას მოლატა მიდის საჯარიმოში და აქ კაშია ოპა აქ ერთი ერთზეა მიქაუტაძე არა და აუ მიღადავები რა ის იყო სახიფათო მომენტი იყო იმენა ეხა დარტყი კვარაცხელიამ რა გააკეთა ბიჭო როგორ მოხდა წელს აუ მეგობრებო ეხა როგორ შეგვეძლო გოლის გატანა რა მაგრამ არა უშავს აქ მიქაუტაძე ურტყამს და დაემატა 8 წუთი რომელიც ეხა გავაწოთ ახალში მიქაუტაძეს წაართვეს ბურთი და დასრულდა პირველი ტაიმი 2-0 კარგი დავსკიპოთ დაუცებ დავიწყოთ თამაში 2-0 მიქაუტაძემ და კვარაცხელიამ შეაგდო ეს გოლები გამოვიყვანოთ მოდი ჯერ კაი არავინ არ გამოვიყვანოთ ჯერ ესედაც ვიგებთ და აქ მოდიან შეტევაში ხოჩორაშვილი დავითაშვილი დავითაშვილს არ გამოვიდა აქ პასის მიცემა კვარაცხელი მიქაუტაძეს ლოჩოშვილი კვარაცხელია მიქაუტაძე ვერ მიიღო მიქაუტაძემ ბურთი კვარაცხელია აქ ითხოვდა კიტეიშვილი აქ კვარაცხელია ითხოვს მაგრამ ძალიან ლაბჟანიძეს მიუვიდა აქ ბურთი აქ კვარაცხელია კუთხეში გადააგდო კვარაცხელია ჩახვეული და არტყა კვარაცხელიამ აგზელებს შეტევას კვარაცხელია და როგორი სახიფათო მომენტი იყო ეხლა მეგობრებო როგორი სახიფათო მომენტი აი არ ვიცი რა ხო მეგობრებო ცოტა ხანში როგორც გავიგე კიდევ გამოვა DLS 26 და შემდეგ იმასაც გადავიღებთ DLS 26-ის განხილვას აქ კვარაცხელიას წაართვეს ბურთი მაგრამ შემდეგ ორი ფეხბურთელი მოატყვა კვარაცხელიამ და ჩაჭრა აქ კვარაცხელია რა კარგად თამაშობს კვარაცხელია ისე კვარაცხელიას აქვს ბურთი აქ გრძელი პასი და აფსაიდი თამაშგარეში იყო მიქაუტაძე კი თამაშგარეში იყო აშკარად წავედით აქ მამარდაშვილს გადააწოდეს ბურთი მაგრამ ოპა აქ ცუდად მიიღო ესპანელმა ფეხბურთელმა თორე გოლი იქნებოდა უეჭველი და აქ მოდიან შეტევაში მოდი აქ და დაარტყმა და მამარდაშვილი იგერიებს ბურთს რა მაგრად მოიგერია მაგრამ ეს რატო ლაგავს ანუ ეს თამაში რატო აფრენს ვერ გავიგე აქ მამარდაშვილი გამოვიდა
კიტეიშვილი აბა რა სიზამს კიტეიშვილი გადააწოდა კვარაცხელიას კვარაცხელია მიქაუტაძეს და უნდა დაარტყას ეხლა და 9-ში გაუშვა მიქაუტაძებს 3-0 ეს რა ხდება აბა რა გამოიწერეთ მეგობრებო არხი აუ რატო დავსკიპე კაი არა უშვს კვარაცხელია აქ ჯარიბა იყო წესით მაგრამ ხო ჯარიბა ჩოკვეთაძეს დაარღვეს თამაში წესი так კვარაცხელიამ ძალიან ცუდად დაარტყა ხა თან შორიდან და თან აბა რა წითელი ბარათი ესპანელი ფეხბურთელს აბა რა საღო საჯი ავი კვარაცხელია რო წააქციეს მაგიტო და ჯარიმა კაი დავარტყათ დავარტყით და კიდაღამ გავიტანეთ მეღადავები კვარაცხელიები კიდე მეორე ჯარიმა გაიტანა კიდაღამ და აქ ჩემი აზრით გავიტანთ იმიტომ რომ აქ მაგრები ვართ არა წამოვიდა შეტევაში და არ ეყოთ დრო და დამთავრდა მეორე ტაიმით. კარგით მეგობრებო, მე და გემშვიდობებით. ეხლა ვნახავთ 9 საათზე რა მოხდება, როგორ მოვიგებთ. მედია მოვიგებთ. ჩემი აზრით ან 1-1 დამთავრდება, ან 1-0 ჩვენ სასარგებლოდ. იმიტომ სულწაგება აღარ გვინდა. აღარ გვაწყობს სულწაგება რა. იმდენჯერმე ეთამაშოთ ესპანეთს და ეხლა რამე ხონდა ვიცოდეთ როგორ მოვიგოთ რაღაც. და ჩემი აზრით 1-0-ს მოვიგებთ, იმიტომ რომ მაიძლიერი ნაკრებია ესპანეთი და მოვიგებთ რა. ან ნიჩი ამორჩება. ფრე. კაი. დაგემშვიდობებით მე დღეს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.